إن الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهده الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له وأشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له وأشهد أن محمدا عبده ورسوله اللهم علمنا ما ينفعنا وانفعنا بما علمتنا وزدنا علما وأصلح لنا شأننا كله ولا تكلنا إلى أنفسنا طرفة عين السلام عليكم ورحمة الله აბაძმებო, პატარა გამეორება გავაკეთოთ წინა გაგვეთილის. ჩვენ ვახსენეთ, რომ საბრი არის რამდენი კატეგორია. On ხელები ავწვით ისე, რომ დისციპლინა იყოს შეგვიძლია. რამდენი კატეგორია არის საბრი? 4 თქვი? რომელი? არა, მოდი ეს თქვა ჯერ 4 არ არის. 3. საბა თქვი? ანუ რა ქვია მაგას? ანუ ყადრის საბრი. მეორე? არა. ჩვენ ვიზახებ მთლიან ჯამში საბრი არის 3 კატეგორია. ხანშაკო. ხო, თაყვანისცემაში, საბრი თაყვანისცემაში კიდე არა, საბრი თაყვანისცემაში არის მთლიან ჯამში ასე ვთქვათ. შესაძლოა შენახს ენძმა, ეს არის განყოფილება. ანუ თაყვანისცემაში იქაც არის, მაგას არის იყოფება. იქაც არის შუქრი და ასე შემდეგ. ჩვენ ვიძახეთ ჯერ მთლიან ჯამში საბრი არსებობს სამნაირი. საბრი მოთმინება თაყვანისცემაში, უნდა ადგე დილის ლოცვაზე და ასე შემდეგ, უნდა იმარხულო, ხო? უნდა შენ ითმენ, უნდა მოითმენ, რომ არ ჭამა და არ დალიო წყალი, ხო? ამას საბრი უნდა. მეუღლეს არ მივახლოვდი, ხო? ამანის დრო საბრი უნდა მაგას. ეს ერთ თაყვანისცემაში, მე რა ვთქვით მეორე? მინიც თქვი ახი წოდები ხო მეორე წოდებთან დაკავშირებით ხო წოდვა არ ჩაიდინო და შენი სული გეზახის წოდვასთან წოდვა არ ჩაიდინო ეს მეორე სამი და მესამე რასაც შენ თქვი პირველი იყო არა პირველი შენ ყადრი და მესამე არის ყადრის ანუ ყადრის კარგი საბრი რაც ნიშნავს არაბულ ენაში საბრი რაც ნიშნავს არაბულ ენაში არა შარიათული ტერმინი ხო შეჩერება ან შეკავება ძალიან კაი რაც ნიშნავს საბრი შარიათულ ტერმინში ადვილი იმდა საიცინე სამი გავასი ალ-ჰაბსუ ან უმურინ თალას ანუ ჰაბსუ ნაფსი ან უმურინ თალას თავი შეკავება ამ სამრამეზე რასაც ჩვენ წინაზე ვახსენეთ ამ სამრამეზე ეს არის შარიათული ტერმინი კარგი ჩვენ ასევე გავიარეთ პირველი აიათი რომელიც იმამ ნავაი მოიყვანა يا أيها الذين آمنوا اصبروا وصابروا ورابطوا واتقوا الله لعلكم تفلحون აქ ალლაჰ აზა ვა ჯალმა მოიყვანა 4 რამ პირველი ისბირუ მოითმინეთ ეს მოთმინება რას ეხება ვინ ვისახსოვს არა პირველი უბრალოდ მოთმინება ეხება რა წოდვებს მეორას ეხება თაყვანისცემას კარგი საბირო ანუ შეაგროვეთ მოთმინება მესამე ვარაბიტუ მორაბატა რას ნიშნავს სადარაჯოსგემ გარნი რას ნიშნავს ეგა რას ნიშნავს ხო რას ნიშნავს ეგ მუდმივი იბადათის ანუ კაი საქმეების გაკეთება და მეოთხე ვატსახულა ალლაჰის გეშინოდეთ ალლაჰის შიში რა არის ხო თაყვა არის ალლაჰის შიში რა არის ალლაჰის შიში ახი ხელები წაწყ Что значит бояться Аллаха? Подчиняться то, что повелел Аллах, и отдалиться от того, что... Ხო, ანუ ალლაჰის დამორჩილება რაში? ჰარამში და ჰარამში. ჰალალში და ჰარამში. კარგი. და ალლაჰი თქვა ლაალაკუმ თუფლიხუნ. ფალაჰ არის წარმატება. წარმატება, ანუ ჩვენ გავიარეთ არის სიტყვა, რომელიც იკავის ყველანაირ ხერს თავისში. ასევე წარმატება რას ნიშნავს მებო? ახე ტელეფონთან. ახე. და არგენტ. წარმატება რას ნიშნავს? რა თქმა უნდა ახერაჩია მაგრამ ასე ვთქვათ ჩვენ გავიარეთ რომ წარმატება ნიშნავს რომ შენ მიახსოვ იმას რასაც შენ გინდა შენთვის და მოშორდებ იმას რასაც შენ არ გინდა შენთვის ასე ვთქვათ ძალიან კაი ალლაჰ ბარაკა მოგწედმებო ძალიან სასურველია ძმებო რომ გაკვეთის წინაშე ცოტათი გაიმეოროთ აი უბრალოდ გადახედოთ აი ჩაიწეროთ ხანდახან გაკვეთის დროს რომ აი ძმებო აი ხო ჩაიწერეთ გაკვეთების რაღაცას ხო როგორც დღეს გავიარეთ რა საბრის კატეგორიები უბრალოდ 5 წუთი თუ გადახედეთ თვალით თლიანი გაკვეთი გაგახსენდებათ თლიანი Galgis me. ჩვენ გავიარეთ ახლა პირველი აიათი გადავალთ ახლა მეორე აიათზე რომელიც მოიყვანა იმამ ნავავი შეიხ იბნ სემინი იძახის ვა ამა აიათუ თანიათუ რა შეიხება მეორე აიათს და ალლაჰ იძახის ვა ლა ნაბლუვანნაკუმ ბიშაიინ მინალ ხაუფი ვალ ჯუ'i ვა ნაყსი მინალ ამვალი ვალ ანფუსი ვა თამარატ ვა ბაშირის საბირინ ჩვენ აუცილებლად გამოგცადებთ თქვენ რაღაცით შიშისგან რაღაცით შიმშილისგან რაღაცით ფულის დაკარგვით ანუ ეკონომიკის ფულის დაკარგვით და ასე შემდეგ და რაღაცით ანუ ხალხის დაკარგვით როგორც სექტორი ახლობლის სექტორი და ასე შემდეგ ვაბაშირი საბერენ და ბოლო ალლაჰ იძახეთ გაახარე მომთმენი სანამ გადავალთ ამ თემაზე ამ აიაზე რატომ ალლაჰ იძახეს ვალა ნაბლუვანნაკუმ ჩვენ გამოგცადებთ თქვენ რატომ ალლაჰ იძახეს ჩვენ ვენის ალლაჰ ხო ერთია ხო ქართულად თქვა პატივისცემა და ძალიან კაი დამსახურება შეიძლება და ასევე თავის გადიდება. კაი. ალლაჰმა თქვა რომ ჩვენ გამოგცავთ თქვენ აუცილებლად ანუ როგორც თქვით შიშით
შიშით, შიმშილით, ფულის დაკარგვით, ხალხის დაკარგვით და გაახარეო, ანუ მომთმენი ხალხიო. შეიხი იძახის ჰადიჰ ალ-აიატ ფიჰა ყასამٌ მინ ალლაჰი აზზა ვა ჯალ. ამ აიატში ალლაჰ აზზა ვა ჯალ იფიცება, ალლაჰი აზზა ვა ჯალ, ან იახტაბირა ალ-იბადა, რომ გამოცდის, ანუ იხტიბარს მინდა გამოცდას მისცემს თავის მორჩილებს. ბიჰადიჰ ალ-უმურ, ამ 4 რამეთო, ანუ ამ რაღაცეებითო. ყაულუჰუ სადაც ალლაჰმა თქვა, ვალანაბლუვანნაკუმ, აი ლანახტაბირანნაკუმ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოგცდითო, ანუ გამოცდას მოგცემთო. ბიშეიი მინალ ხაუფი, რაღაცა ნაწილისგან, შიშისგან, ლალ ხაუფი კულლიჰი, არა მთლიანი შიშით, ანუ რაღაცა ნაწილი შიშისგან. მინხუ ლიანნალ ხაუფა კულლაჰუ მუჰლიკუნ ვა მუდამმირუნ. იმიტომ რომ შიში მთლიან ჯამში თუ მაგალითად ალლაჰმა მოგცა ჩვენ ცხოვრებაში, ანუ გამოცდა დიდი შიშით, ეს შეხიძახის, ეს ეგეთი შიში ანადგურებს ადამიანს. მაგით ალლაჰმა თქვა რაღაცა ნაწილით შიშისგანო. ალ ხაუფ ჰუა ფაყდულ ამნ. შეხი რა არის? შიში რა არის? ანუ ფაყდულ ამნი, ანუ უსაფრთხოება შეიძლება თქვა, ანუ უსაფრთხოების დაკარგვა, სტაბილური ცხოვრების დაკარგვა, დაცვის დაკარგვა. ვა ჰუა აზამუ მინალ ჯუი. და შეიხი იძახის, რომ ეს ანუ შიში არის უფრო უარესი ვიდრე შიმშილი. ვალიჰადა ყადამაჰუ ალლაჰუ ალეიჰი. მაგითომ ალლაჰმა დააყენა შიში პირველ ადგილას ვიდრე ანუ სიმშილი. لأن الإنسان الجائع ربما يتعلل ويذهب ويطلب. იმიტომ შეიძლება ადამიანი როცა არის მშიერი, წავიდეს თავის საქმეებზე, მაინც თავისი საქმეები გააკეთოს და მოისხოვოს რაღაცა. ولو كان لها شجر. რომ იყოს რაღაც აი ხის ფოთლები მაგასაც შეჭამს, ანუ გადარჩება, იმოქმედებს. لكن الخائف, მაგრამ რაც შეეხება ადამიანს, რომელსაც ეშინია, ვალიაذ ბილლა, لا يستقر لا في بيته ولا في سوقه. ეგეთი ადამიანი წყანად ვერ იქნება ვერც თავის სახლში, ვერც თავის ბაზარში, ანუ თავის სამუშაოში და ასე შემდეგ. والخائف أعظم من الجائع. მაგრამ შეიხი იძახის, რომ ადამიანი რომელიც არის მშიშარა, ეს უარესია, რომ ვიდრე ანუ მშიერი ადამიანი. ولهذا بدأ الله به فقال, მაგიტომ ალლაჰმა დაიწყო ამ სიტყვებით და თქვა, بشيء من الخوف والجوع. რაღაცა შიშისგან და მერე თქვა, ანუ შიმშილისგან. وأخفف ما نخاف منه ذنوبنا. აი ეს არის მებო. და ყველაზე ცუდი რასაც გვეშინია ჩვენთვისო არის ჩვენი ცოდვები. لأن الذنوب سبب لكل الويلات. იმიტომ რომ ცოდვები არის მიზეზი ყველა ჩვენი პრობლემების ამ დუნიაში. وسبب للمخاطر والمخاوف. და მიზეზი არის ჩვენი ანუ რაც საფრთხე არის ჩვენ ცხოვრებაში და ის ხდება რაც ჩვენ გვეშინია. والعقوبات الدينية والعقوبات الدنيوية. და ასე მოდის მაგის მერე ანუ სიზნელეები, გამოცდები როგორც რელიგიაში, ასევე მოდის გამოცდები რაში, ანუ დუნიაში. მაგიტომ ადამიანი მისი ცხოვრება არ მიდის წინძმებო, უნდა შევხედოთ რას ყოველთვის პირველ შემთხვევაში უნდა შევხედოთ ჩვენ ცოდვებს. ხალხი ამბობს რომ ბარაკათიანო, მაღაზია გავხსენი, ვაჭრობა არ მიდის, ბარაკათი არ მაქვს, ხო? ბევრი მიზეზები შეიძლება იყოს. შეიძლება ალლას არ უნდა რომ მდიდარი გახდე, იმიტომ რომ იცის რომ სიმდიდრე შენთვის სუდია. მაგრამ ასევე შეიძლება იყოს რატომ რომ ცოდვები გაქვს. იმის გამო რომ შენ ცოდვებს აკეთებ, შენ ალლაჰი არ გაზავს და ბარაკას არ გაზავს შენ ცხოვრებაში. როგორც გავიხსენოთ, ეს წინა ისტორია, იმამ ნავავის 40 ხადისში ხო ადამიანი მოვიდა საფარიდან მოვიდა, რა თქვა? ია რაბი, ღმერთო ჩემო, ანუ დუას აკეთებდა, ხო? შუმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ რა თქვა? ხო, მის საჭმელი ხარამია, მის დალეული ხარამია, ჩასმულობა ხარამია. როგორ უნდა უპასუხო ეგეთ ადამიანს? ალლაჰი აზზა ვა ჯალ. შეიხი იძახის ალ-ჯუ'უ yubtala bil-ჯუ'i. ანუ ადამიანი შეიძლება იყოს გამოცდილი, ანუ შიმშილით. ვა-ჯუ'უ يحمل معنيين. შიმშილი არის ორნაირიო. أن يحدث الله سبحانه وتعالى في العباد وباء. شيء الله ما إسته دعوة دبا جاموعزونس هو وباء الجوع. رومس تسكويا شمشيريز دعوة دبا بحيث يأكل الإنسان ولا يشبع. أدم يعني شيء دبا جاموس مغرم ويركني بجامزغاري. وهذا يمر على الناس. دخل خلق شيء كتراس اختبا. وقد مر بهذه البلاد سنة معروفة عند العامة تسمى سنة العجوع. دا مارتس شين دروسوس مختو شيخ يجاكس تاويس بقنازه مختو يجتي دعوة دبا روم مويد أدم خلطان. და ის წელი იყო ცნობილი ხალხში როგორც შიმშილის წელი. يأكل الإنسان الشيء الكثير ولكنه لا يشبع. ადამიანი შეიძლება ბევრ შეჭამდა, მაგრამ ვერ ეგზნობა რომ გამზღარი იყო. ولياذ بالله أبدا. نحدث أن الإنسان يأكل من التمر محفرا كاملا في آن واحد ولا يشبع. ჩვენ ასე მოგვიყვეს რომ ადამიანი შეიძლება ანუ პატარა ვედრო, ამხლიანი ვედრო შეჭამონო ფინიკებისო და ვერ ზღებოდა. და ჩვენ ვიცით მებონო ფინიკები როგორ საჭმელია, ხო? რამოდენიმე შეჭამ უკვე გამზღარი ხარ. ويأكل الخبز ويأكل الخبز الكثير ولا يشبع. და შეიძლება ასე ბევრი პური შეჭამოს და ვერ გზნობს რომ ანუ გამზღარია. لمرض فيه. იმიტომ რომ მაგას აკეთით დაავადება. هذا نوع من الجوع. ეს არის ერთ-ერთი ასევე კატეგორია شمشيليس. ونوع الثاني ميوري من الجوع الجذب والسنون الممحلة التي
لا يدرى فيها درع ولا ينمو فيها زرع هذا من النجوم და ასევე ჩოლობური შიმშილი რომელსაც ცნობილი ჩვენთვის ადამიანს ან საჭმელი არ აქვს სახში არც მისი მაგალითად საქონელი არ აძლევს ზეეს და ასე შემდეგ ხილიური არ არის და ასე შემდეგ მე ალლაჰ იზახის ونقص من الاموال და დაკარგვა რაღაცა ფულის ეკონომიკის يعني نقص الاقتصاد ანუ ეკონომიკის დაპატარება بحيث تصاب الامه بقله الماده الفقير როცა ხალხს ეხება ან საზოგადოებას ეხება ფულის ანუ ეკონომიკის დაპატარება عز وجل ابتلاء وامتحانا და لاسباب يقدرها الله عز وجل ابتلاء وامتحانا და შეიძლება იყოსო შეიხი ეძახისო რამოდენიმე მიზეზიო რატო ხდება ეგეთ რაღაცა ხალხშიო როგორც გამოცდა ხალხისთვის وقوله და ალლაჰმა თქვა والانفس და ანუ ხალხის დაკარგვის اي الموت რაც ნიშნავს სიკვდილი بحيث يحل في الناس او بيئه تحركهم وتقضي عليهم ისეთი დაავადებები მოდის ხალხში რომელიც იღებს მაგათ სულს ანუ კვდება ხალხი وهذا ايضا يحدث كثيرا და ეგეთი რამე ასევე ბევრი ხდება لقد حدثنا انه حدث في هذه البلاد ასევე ჩვენ მოგვიყეს რომ ჩვენს დროშო ჩვენს ქვეყანაში ეგეთ რაღაც მოხდაო البلاد النجدي ანუ نجدის ქვეყანაში حدث فيها وباء عظيم تسمى سنته عند العامة سنة الرحمة خلقش იყო ცნობილი ის წელი როგორც წყალობის წელი اذا دخل الوباء في البيت لم يبق منهم احد الا دفن თუ ეს დაავადება შედიოდა ხალხის სახლებში არავინ ცოცხალი არ რჩებოდა იმ სახლში والعياذ بالله يدخل في البيت فيه 10 أنفس أو أكثر فيصاب هذا بمرض ومن غد الثاني أو والثالث والرابع حتى يموت عن آخرهم وحدثنا أنه قدم هذا المسجد შეიძლება სახლში იყოს იცხოვროს 10 ადამიანი შევა ეს დაავადება იმ სახლში მეორე მესამე ან მეოთხე დღეს ყველა ხალხი კვდება ბოლომდე ან სათითაოდ იმ სახლში და ჩვენ მოგვიყეს რომ ამ მეჩეთთანაც ასევე მოვიდაო ეს დაავადება مسجد الجامع الكبير بالعنيزة أنا ديدي مسجد რომელიც არის უნეზაში وكان الناس بأول في قرية صغيرة ده شيخ زخيستروم مقدروس عنو خلقشي يقانو ليس فيها ناس كثير كما هو الحال اليوم شيخ زخيستروم სოფლებში როცა მოდიოდა ეს დაავადება ხალხი არ იყო ძალიან ბევრი როგორც დღეს ჩვენ დროს ანუ ხალხი ცხოვრობდა ძალიან ცოტა يقدم احيانا في فرض الصلاه الواحد 7 الى 8 جنائز ხანდახან შეიხი ძახის რომ ვაჯიბ ლოცვაზე იყო 7 ან 8 ჯანაზა წარმოიდგინე მაღრიბი შევიდა იშა შევიდა ყოველ ლოცვაზე 7-8 ჯანაზა სუბჰანალლა ჩვენ ხანდახან ერთი თვეში ალლაჰმა დაგგვიფოს ყველა ამინ ხანდახან თვეში მივიდივართ ერთი ჯანაზა გვაქვს ხო ხალხი ხდება ყოველ ლოცვაში 7-8 ჯანაზა ალლაჰმა დაგგვიფაროს ჰადა აიდან ნახსულ მინ ალ-ანფუსი აქაც ეს ეხება რა არის დაკარგვა სულების ანუ ხალხის დაკარგვა ვა ყოულუჰუ და ასევე ალლაჰის სიტყვი ვა თამარატ أن لا يكون هناك جوع ولكن تنقص الثمرات تنزع بركتها في الزروع والنخيل وفي الأشجار الأخرى الله يزخرون أسوي دكار جتني أو خليوشي روز خيبز دكار بركات يستعرفين با خليوشي دا أسي شمدك ده خيبشي والله عز وجل يبتلي العباد بهذه الأمور ليذيقهم بعد الذي عملوا لعلهم يرجعون الله عز وجل خلنا გამოცდის ხალხს ამ რაღაცეებით რომ ხალხი ანუ დააგემონოს იმის გამო რაც თვითონ ისინი ჩაიდინეს იმის იმედით რომ დაბრუნდებიან ალლაჰთან ხანდახან ძმება ალლაჰი عز وجل შეიძლება გამოაგზავნოს შენ ცხოვრება რაღაცა დაავადება რაღაც უბედურება იმის გამო რომ უნდა რომ შენ დაუბრუნდე მას რატომ ხდება ეს ხანდახან ხალხი როცა მის ცხოვრება არის დაალაგებული ასე თქვა კარგია მის ცხოვრება არანაირი პრობლემაა ჯამთელია ამ დროს ადამიანს ავიწყდება ღმერთი ავიწყდება რომ ღმერთმა მისცა ეს ყველაფერი მისთვის ავიწყდება რომ ფული ბავშვები ჯამთელობა რას მაგას აქვს ცხოვრებაში ავიწყდება მე რას იძახის მე მაგდოს ალლაჰ عز وجل ღმერთი უგზავნის მაგას რაღაც დაავადებას რომ იმისთვის ადამიანი დაუბრუნდეს ღმერთს გაახსენდო შეიძლება ადამიანი მაგის გამო წოდებს ჩაიძირა ფული შოვა ღმერთი დაავიწყდა მოდუნდა წავიდა და რა უკვე ცოდვებში იძერება თავის ბავშვებს არ უყურებს რასაკეთებენ მისი ბავშვები თვითონ რასაკეთებს არ უყურებს მაგიტომ ხანდახან ალლაჰ عز وجل აგზავნეს შენ ცხოვრებაში რაღაც დაავადებას და მაგ დაავადის მერე შენ გახსენდება რომ ანუ შენ უკვე რა ციდან ასე თქვა ციდან ვარდები ქვევით რომ შენ ხარ უბრალოდ ადამიანი და ღმერთი ვიჯდება მაგდოს ადამიანი ბრუნდება ალლაჰთან عز وجل და ძალიან ბევრი მქონდა გაგონი ეგეთ რაღაცა ხალხისგან რომ რაღაცა მოვიდა ცხოვრებაში ავიდა ასე თქვა ეკონომიკით და ასე შემდეგ დაავიწყდა ღმერთი ცოდვები გააკეთა რაღაც ცოდვები ზინა იყოს რას გინდა იყოს მერე ბახ რაღაცა მის ცხოვრებაში ხდება ძალიან ცუდი რაღაც ხდება აი კანკალობს ადამიანს ასე მერე მიდის ეს რაღაცა პრობლემა მერე უკვე უფრო ღმერთთან ახლოს არის მაგრამ შუქრ უნდა გავუკეთოთ ალლაჰს მაგვა ეგეთი გამოცდებისთვის როგორც ჩვენ თქვით ხო წინაზე ასევე თქვი გამახსენდა ჩვენ ასევე თქვით
ხალხი გამოცდების დროს არის 4-ნაირი. ვის ახსოვს? 4-ნაირი არის ხალხი გამოცდების დროს. შაქრო გახსოვს? არა. ხალხი არის 4-ნაირი გამოცდების დროს. პირველი, რომელიც არის ბრაზობს. მოვიდა რაღაცა მის ცხოვრებაში გამოცდა ბრაზობს. რაც მე ხო სიტყვაზე ახლობელი გარდაიცვალა, ხო? ღმერთო რატომ თავის ტანსაცმელს ანადგურებს და ასე შემდეგ, თავის თავს ურტყავს და ასე შემდეგ. ხო, ღმერთო რატომ? მეორე ჩვენ თქვით, უბრალოდ ითმენს, არა. უბრალოდ ითმენს, არის ლანძღება, ღმერთის მიმართ პრეტენზია არ აქვს. მიიღო ღმერთის ხადრი, ღმერთის ნება მიიღო, მარტო საბრს აკეთებს. არ მოსწონს ეს გამოცდა, მაგრამ არც ილანძღება. მესამე არის ადამიანი კმაყოფილი, რიდან, კმაყოფილია, ხო? კმაყოფილი ალლაჰმა მისცა ეგეთი, გამოცდა და მესამე ბოლო ასე შენ თქვი ძმა, შუქრი, მადლიერია, რომ იცის რომ ამას თუ გაივლის, ამ გამოცდას თუ გაივლის, მაგას ექნება მე რა დიდი აჯრი ექნება. მაგაზეც ექნება ცოტა ხანში, ან შემდეგ გაგვიდეს მაგას გავივლით. فيقابل الناس هذه المصائب بدرجات متنوعة. და შეეხიზახის მაგიდან ხალხთან როცა მოდის გამოცდები, ხალხი იღებს ამ გამოცდებს რამოდენიმე დონე არის ხალხი მაგ დროს. ბითასახოთი როგორც ჩვენ თქვით, სიბრაზით, აუ ბისაბრი, მოთმინებით, აუ ბირრიდა, კმაყოფილებით, აუ ბიშუქრი და მადლიერებით. كلما كما قلنا فيما سبق والله الموفق. როგორც ჩვენ თქვით, წინა გაკვეთილზე შეეხიზახის და ალლაჰმა დაგვრთმოს. ამინ. الآية الثالثة مسمى آياتي قوله تعالى سلس وزنا اسمه تكوا يوفى إنما يوفى الصابرون أجرهم بغير حساب. شمايتات ممتمن خلق ميغز تاويس مالس أنو إجري أسود تكوا أن زهم بيوري. يوفى الصابرون أي يعطى الصابرون. لاش نيشان يوفى أنو ماجات ميت سبت ماجاتي أجرهم. وقوله تسلس وزنا اسمه تكوا بغير حساب أن داتويز غارش أسود تكوا أن زهم بيوري. وذلك أن الأعمال الصالحة مضاعفة. إمتورم أرجي ساكمي بأرسلا كامراولبولي. الحسنة ب10 أمثالها إلى 700 ضعف إلى أضعاف كثيرة. لوجو سالس نوبيري إتيك أرجي ساكمي أرس كامراولبولي. أتيدان شويدا سامدي دا أوبروميتيسو. أما الصبر رشيخة مؤمنة بس ناخذ مب رشيخة مؤمنة بس خذ مب رودي ساري آدم يعني مؤمن. رودي سيتلب آدم يعني مؤمن. Когда считается человек, что он терпит. Приходит испытание в этот момент, да? То, что ты сказал правильно, но другое я имею в виду. არა, ეგ შეიძლება თქვა, მაგრამ შეიძლება თქვა მაგალითად სიტყვაზე ადამიანს არ უყვალს ალკოჰოლის დალევა. არ უყვალს. და ითმენ და ამბობს მე ვითმენ. ითვლება? არ ითვლება. როდის ითვლება? ახი. არა, მაგას ვეკითხე. როდის ითვლება ადამიანი, რომ შეიძლება თქვა ეს ადამიანი მომთმენია, ითმენს. საბრიანი ადამიანია. არა, სხვა რაღაცა. აბა. ხო, აი, როცა ადამიანს სულს უნდა რაღაც ჩადენა, ხო? სიტყვაზე, TikTok-ის გახსნა გოგოების ნახო სიტყვაზე. სუბჰანალlah, რა დავადება დღეს TikTok, Instagram-ი. ხო, გამოსდა ეგ არის მე, როცა ჩვენ რაღაცა გვინდა და მაგას აი ვითმენთ, ხო? აი მაგ დროს იწყება რა? აჯრი, ეს აჯრი როგორც ალლაჰმა თქვა აზავაჯალ. მაგითო ალლაჰმა თუ გამოგცდა, თუ მოვიდა შენი სული გეუნება, შეხედე მარჯვენ, შეხედე გოგოს, შეხედე ჰარამი გაკეთე, მაგ დროს მებო, იცოდე შენ რო გაკეთებ საბრს, შენ მოგივა აი ეგეთი აჯრი. ნახე ხა როგორი აჯრი. ამა საბრუ ფა ინა მუდააფათუჰუ თა'თი ბიღეირი ჰისაბ მინ ინდილლაჰი აზავაჯალ. შეიხი იზახის რა შეეხება მოთმინებას, ეს მოდის უფრო ბევრი დათვლის გარეშეო ალლაჰისგან აზავაჯალ. ვა ჰადა يدل على ان اجره عظيم. ეს იმათ ნიშნავს რომ საბრის მადლი არის უზარმაზარი. ვა ان الانسان لا يمكن ان يتصور هذا الاجر. და რომ ადამიანი ვერ წარმოიდგენს რამხელა დიდი აჯრია. ნახეთ მებო. აქამდე ჩვენ გავიეთ რომ ეთიკეტის საქმე არის 10-დან 7-მდე. საბრის კიდე მადლი უფრო დიდია. მოვიდა შენთან რაღაცა ფიქრი, რაღაც ჰარამის გაკეთება. ძნელია შენთვის, აი შენ გინდ შენ სულ ძალიან უნდა ამის გაკეთება, გაიხსენე ეს სავაბი, თავი შეიკავი და ამხელა დიდი მერე რა გიქნება, დიდი მადლი. لأنه لم يقابل بعدد إمام الشيخ يزخيسو إجت مادية روميسات فير داتريو بل هو أمر معلوم عند الله ولا حساب فيه أمس أدريو أمس أجريس أنو تصدنا أنو أرمن عليتيس غاردا الله حساب مرتو الله يتيس رمدين ياريو لا يقال مثلا الحسنة ب10 أمثالها إلى 700 ضعف ამ შემთხვევაშიოს და შეიძლება საბრს მოთმინება შეეხი იძახის რომ აქ ვერ იყიო რომ 10-დან 7-მდე არის ითვლება კეთილი საქმე ანუ უფრო მეტია რომ بل يقال انه يوفى اجره بغير حساب აქ ვიტყვით რომ ადამიანს მიეცება მისი მადლი ანუ უფრო მეტიო ან დახვის გარეშე ახლა ტელეფონი ძმებო ეს ტელეფონი მე რო გეუბნები დადე და ასე შემდეგ ეს რა არის ძმებო ანუ პატივისცემა ცოდნის ნუ ვაპატაროებთ ცოდნის დარაჯას მებო
ნუ აპატავრავით ცოდნის ჯარა. ეს არ მარტო ტელეფონს ეხება. აი ნებისმიერ რაღაცას. როგორ ზივართ გაკვითილოს, როგორ ლაპარაკობთ, სად ვუყურებთ. აი ვიღაცა შემოვიდა გაკვითილოს, ყველა მანდი ყურება, ხო, ეგას მაგას შედის მე. ჩვენ როგორც მე ასე ეს მეხება მარტო თქვენ მეს მეხება. უნდა ყოველთვის შევეცადოთ გაკვითილოს რა ვიცით, ეჰთირამი მივცეთ, ეჰთირამი. ჩვენ თუ გაკვითილებს ეჰთირამს მივცემთ, ალლაჰ აზავაჯალ მე ჩვენ მოგცემს ეჰთირამს მივცემთ. აიათო რაბიათო მეოთხე აიათი ვალამან საბარა ვა ღაფარა ინნა ზალიკა ლამინ აზმილ უმურ. ალლაჰ აზავაჯალ ეძახის, ვინც მოითმინა და აპატია ეს არის ის საქმეების გაკეთება, რაშიც არის ანუ გამბედაობა. აი ანალადი yasbiru ala adha an-nas wa yahtamiluhum wa yaghfiru lahum sayyi'atihim allati yusi'una biha ilayhi. ანუ შეიხი ეძახის რომ ადამიანი უნდა მოითმინოს ხალხის წვალება. ხან შეიძლება ხალხისგანაც მოვიდეს შენ ცხოვრებაში რაღაცა გამოცდა. სიტყვაზე ვიღაცა ძმა წვერი გაუშვა და დედამშობელი ეუბნება მაგას რომ წვერი მოჭერი. არ შეიძლება აქ მოსმენა. ეს არის ცოდვა. ეს არ არის მაკრუჰი, რა იცი წვერის მოკაპასვა არის ცოდვა ძმებო. ოთხი იმამი, ოთხი მაზჰაბის შორის მაგაში ხილაფი არ არის, والله اعلم, რას მე წავეკითხე. მაგიტომ შეიხი ეძახი უნდა მოითმინო, საბრი უნდა კონდეს ასევე ხალხის მიმართ ხანდახან ისინი გაწვალებენ და ასევე უნდა აპატიო. فإن ذلك لمن عزم الأمور. როგორ იმიტომ რომ ალლაჰმა თქვა რომ ეს არის ის საქმეებისგან რომელიც მაგაში არის საჭირო გამბედაობა, მოთმინება და პატიება ხალხის. ولا سيما إذا كان الأذى الذي ينال الإنسان بسبب جهاده في الله عز وجل وبسبب طاعته. რომ იყოს ეს გამოცდა ხალხისგან ან წვალება ხალხისგან თუ ალლაჰი ანუ შრომობს ან ჯიჰადს აკეთებს ან შრომობს ალლაჰის გზაზე ან მისი თაყვანების გამო ხანდახან შეიძლება ადამიანი ნამაზზე და ლოცვა დაიწყო ან დამ ძმამ ან დამ ხიჯაბი დაიფარა და შეიძლება მოვიდეთ მისი მშობელი წაართვას ხიჯაბი ფეჩი ჩააგდოს დაწვას ეგეთ რაც ხდებოდა იყო მოყოლილი ხალხისგან ან ვიღაცა ძმა წვერი გაუშვა შეიძლება ეგეთ შემთხვევაში იყოს მე რომ ღამე მოვიდა მშობელი ღამე სანამ ეძინა მოუჭა წვერი მოუჭრა აი სუბჰანალლა ბატონო მოწეს დროს ეძინა როდის როგორ მოჭდის მაგას ეძინა მაგას და ეგეთ რაღაც ხდება ძმებო მაგიტომ ამ დროს შეიხი ეძახის რა არის საბრის უნდა გამოჩენა იანალუ ინსანამ ბისაბაბი ჯიჰადი ეს თქვით კაი فإذا كان سببها طاعة الله عز وجل والجهاد في سبيله والأمر بالمعروف والنهي عن المنكر فإن الإنسان يثاب على ذلك من وجهين شيخ يزخي تو أدمين إتمنز دا ميسي تقواني سيميز غامو أن ميسي ანუ ამრო ბილ მარუფის გამო და ნაჰი ანილ მუნკარის გამო თუ მაგის ყველაფრის გამო მაგან მიიღო რაღაც წვალება ხალხისგან ეგეთ ადამიანს ელოდება ორი რამ მინ აზიათ ანუ მაგას ელოდება მადლი ორი მხრიდან მინ აზიათი ლათი tahsulu lahu ანუ იმ წვალებისგან რომელიც მოდის მის ხორობაში ხალხისგან და მეორე საბრუჰუ ალა ჰადიჰი ტაათი ლათი უდია ფილლაჰი მინ აჯლიჰა იმ თაყვანისცემის მადი დაეწერება მაგას, იმიტომ რომ მაგის გამო მაგას ქონდა რაღაცა წვალება ცხოვრებაში. وفي هذه الآية حث على صبر الإنسان على أذية الناس. شيخ يزخيس რომ ამ აიათში არის რა мотивация ალლაჰისგან რომ ადამიანი მოითმინოს ხალხისგან როცა მოდის რაღაცა წვალება და ასე შემდეგ. ومغفرته لهم ما أساءوا إليه فيه. და ხანდახან შეიხი ეძახის რომ ასე უნდა აპატიო ხალხს როცა მოდის მაგათგან შენს მიმართ რაღაცა წვალება. მაგრამ ეხლა ერთ მომენტს ახსნის. ولكن მაგრამ ينبغي أن يعلم أن المغفرة لمن أساء إليك ليست محمودة على الإطلاق. პატიება ხალხისო რომელიც შენ გაწვალა შენი რელიგიის გამო არ არის ყოველთვის ანუ კარგიო خيان جمشيو فإن الله تعالى قيد هذا بأن يكون العفو مقرونا بالإصلاح إمتى الله ما أم آية شيء تقارو باتيبا أندا يقص خالص تو أباتيب خالصو ما قاش أندا يقص رو جمستوريبا أم تقول مريوب أندا قختيس وكتسي الله عز وجل من تقا فمن عفا وأصلح فأجره على الله وينس أباتيا تجمواسورا ميسي أجري أريس الله سي ناخذ نبو أنت مومنتناش قداول تيميدا فأجره على الله ვინც აპატია და გამოასწორა მდგომარეობა, მისი აჯრი არის ალლაჰზე. რა შენიშნავს ეგ? ალლაჰი მოგცემს შენ თვითონ პირადად ამ აჯრს. სიტყვაზე ვიღაცა ძმა რაღაცა გაწყინინა, ხო? შენ გააქვს უფლება დაიბრუნო, შენი ჰაყი ხო რაღაცა სიტყვაზე. გააქვს უფლება დაიბრუნო და შეგიძლია აპატიო. შენ თუ აპატიებ, ალლაჰი თავის თავზე იღებს რა, შენთვის მადლს, ანუ უფრო მეტს მოგცემს. ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, ერთ-ერთი ვარიანტი შენი პატიების. شيخ يزخيس أما إذا لم يكن في العفو والمغفرة إصلاح فلا تعفو ولا تغفر. ما شين تويت شين أدمين استو أباتيبو
და არ იქნება მდგომარეობა უკეთესი, ამ დროს არ აპატიო ეს ადამიანი. ففي هذه الحالة الأفضل أن لا تعفو عنه. ამ დროს უკეთესი არ აპატიო. بل تأخذ بحقك. არამედ აიღე შენი حقიო, გამოართვე შენი حقიო. من أجل الإصلاح რომ გამოსწორდეს მდგომარეობა. أما إذا كان الشخص إذا عفوت عنه لم يترتب على العفو عنه مفسدة فإن العفو أفضل وأحسن. شيخ يزاخيز მაგრამ თუ შეიძლება ადამიანს თუ აპატიებო და მაგის გამო ან უარესად არ გახდება მდგომარეობა, პირიქით გამოსწორდება მდგომარეობა, უკეთესია რომ მას აპატიო. როგორც ჩვენ წინა გაკვეთილებზე გავიარეთ, შეხი ერთხელ მოიყვანა მაგალითი. სიტყვაზე ძმა გააკეთა შენთვის რაღაცა ცუდი და შენ იცი ეს ძმა არის ცნობილი დითი, კარგი ძმა არის, ცუდი ძმა არ არის. ანუ არ არის ცნობილი ხალხში რომ შარიანი ადამიანია. ეგეც მას შეხი ეძახის რომ უმჯობესი აპატიო. მაგრამ სიტყვაზე ვიღაც ადამიანი არის შარიანი ადამიანი ბოროტი, ხო? რაღაც გაგიგეთ შენ და შენ შეგიძლია არ აპატიო, შეგიძლია შენი უფლება დაიბრუნო, ხო? ეგეთ ხალხს არ უნდა აპატიო. იმიტომ ეგეთ ხალხი უფრო მეტად უფრო ამაღლდება, უფრო ასე ვთქვათ თავშევარდება, ხო, ასე ვთქვათ, ჟარგონულად თავშევარ. აუვარდება და ასე შენ ეგეთ ხალხს არ უნდა აპატიოთ არასდროს. იმიტომ ალლაჰმა რა თქვა, وَأَصْلِحْ ანუ გამოასწორა მდგომარეობა და ეგეთ ხალხს თუ აპატიებ, მდგომარეობა არ გამოსწორდება პირიქით, ანუ უფრო ამაღლდება, უფრო ამაღი გახდება. وَإِذَا كَانَ أَجْرُكَ عَلَى اللَّهِ لَكِنْ خَيْرًا لَكَ مِنْ أَنْ يَكُونَ ذَلِكَ بمعاودة تأخذ من أعمال صاحبك الصالحة. شيخي يزاخيس რომ თუ შენი აჯრი არის ალლაჰსიო, ეს არის უკეთესიო რომ აპატიო შენი მეგობარიო. سبحانك وبحمدك أشهد أن لا إله إلا أنت أستغفرك وأتوب إليك.